მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო შეკითხვით გუნდის კაპიტანს დავით რაფავას. ანგარიში უკვე 5-2-ია, ანუ 5 ქულის მიღწევის შემთხვევაში ჩვენი წესები, ჩემპიონთა ლიგის წესების თანახმად კაპიტანს აქვს უფლება მოთხოვოს მე გადამწყვეტი რაუნდი. ბატონო დავით, გსურთ თუ არა? რა თქმა უნდა, იმის რა ქვია. სარეკლამო პაუზის განმავლობაში ჩვენ არ შეგვეცვალა აზრი და ვიღებთ გადამწყვეტ რაუნდს და ვტოვებთ ზურაბ ფარჯიანს. ზურაბ ფარჯიანი რჩება მარტო. ეთილი. გუნდმა გადაინაცვლა გონგთან. ანგარიში გახდა 0-0 და ზურაბ ფარჯიანი მარტო ითამაშებს ახლა 6 ქულისთვის. აი აქ ჩვენ გვყავს სტუმრად ბესიკ ბუთურიშვილი, რომელიც ბრწყინვალედ ჩაატარა წინა შაბათს. გადამწყვეტი რაუნდი. სერგი კაპანაძე იმის მერე აღარც მოსულა კლუბში. აგერ ვარ წარმომადგენელი. წარმომადგენელი. და იმას კი ვინც ეს ყველაფერი მოგვიხერხა ჩემპიონთა ლიგაში, ჩვენ გავესაუბრებთ სანამ იტრიალებს ზრიალა. მაშ ასე გადამწყვეტი რაუნდი ზურაბ ფარჯიანისთვის. ბატონო გედი. ბატონო გედი. როგორ მოხწევთ ჩემპიონთა ლიგა ბატონო? აი თქვენს მიერ ინიციირებული და დაწყებული ჩემპიონთა ლიგა როგორ მოხწევთ? ძალიან მოწევს, ძალიან კარგი ინიციატივა იყო გიორგის მოგება და დღეს თქვენი აიღებს ამ გადამწყვეტ რაუნდს, ეს იქნება მისი ძავანდელი მშვენიერი თამაში ძალიან კარგი დასასრული. მაგრამ აი თქვენ რას ფიქრობთ ბატონო გედი, როცა ბაქრატს გვიტოვებდით მართლაც გადამწყვეტ რაუნდს? აი ამას ვფიქრობდი, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ესეთი საინტერესო რაღაცები მოხდებოდა. ბატონო ბატონო გიორგი ბაქრაძე. დიახ, დავანა. აი ახლა ზუსტად ერთ წუთში ან დასრულდება თქვენი ტანჯვა, ან გაგრძელდება კიდე ერთი კვირა. შემდეგ თამაშს ფარჯიანით დაიწყებთ. მოვიდა კონვერტი, რომლის მოსვლის ალბათობაც იყო ყველაზე ნაკლებია. ნუ 12-ში ერთი შანსი იყო. და თქვენ წინააღმდეგ ითამაშებს გიორგი გულბანი, იურისტი თბილისიდან, რომელიც აქ არის ახლა სტუდიაში და ვაჩვენოთ მისი პერსონალური მოწინააღმდეგე ფარჯიანს. აი, აგერ არის ტელემაყურებელი გულბანი. ბატონო ზურაბ. მუჰამედ ალი. იცით ხო? სმენია. და ჯო ფრეიზერის იცით. მისი მოწინააღმდეგე. აი ამერიკული შეკითხვა მოგვითით ბატონო. მუჰამედ ალი მუდმივად აკრიტიკებდა თავის ერთ-ერთ თავარ მეტოქეს ჯო ფრეიზერს. ალის თქმით, მაშინ როცა იგი ალი თეთრკანიანებთან შეურიგებელი წინააღმდეგობისათვის სასამართლო დარბაზებში დაიარებოდა, ფრეიზერი, რომელსაც პოლიტიკა არასოდეს აინტერესებდა, პრეზიდენტ ნიქსონთან და სხვა თეთრებთან მიღებას არ აცდენდა. ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში მუჰამედ ალიმ თავის ვიზავის ფრეიზერს ლიტერატურული პერსონაჟის სახელი უწოდა. მოიხსენია იგი ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის სახელით და მიაყენა მას ამით შეურაცხყოფა. ყურადღება შეკითხვა. დაასახელეთ ეს პერსონაჟი. დრო. სხვა ვერსია არ მომწონს. ანუ აწუც არ იყენებთ. Uncle Tom უწოდა როგორც მახსოვს. როგორ? ბიზია თომა. რატომ? ნუ ბიზია თომას ხოხი ჰარიეტ ბიჩერს ანუ Uncle Tom. რატომ უწოდა ალიმას? მონა იყო თეთრების და როცა მუჰამედ ალი ექსით გალი. ჰარიეტ ბიჩერსოუს ნაცარვე ბიზია თომას ხოხი ნამდვილად ვერ სარგებლობდა პოპულარობით ამერიკის შავკანიან მოსახლეობაში, რადგან ბიზია თომასთვის მონობის, დაბეჭდების და ბოროტებისადმი ქედის მოხდის სიმბოლო იყო. თუ კი შავკანიანს ბიზია თომას უწოდა და ამაზე უფრო დიდ შეურაცხყოფას ვერ მოიფიქრებდა.